სუსის თანამშრომელი, რომლის ხედარით დღეს უწყების შენობასთან მანქანაში იპოვეს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი სიმონ წაქაძეა. ის უწყებაში 2015 წლიდან მუშაობდა. გარდაცვლილის ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. სუსი თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს. ხდომა დღეს ჩაინიშნა. სასამართლო სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. 2025 წლის 22 დეკემბერს იგივე საქმეზე 30,000 ლარიანი გირაო შეეფარდა ზურაბ ჯაფარიძეს. ევროკავშირის საბჭომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა. გადაწყვეტილება ძალაში 2027 წლიდან შევა. ევროკავშირის მინისტრებმა კანონს მხარი დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დაუჭირეს. წინააღმდეგი სლოვაკეთი და უნგრეთი იყვნენ. უნგრეთმა განაცხადა, რომ კანონს ევროსასამართლოში გაასაჩინებს. უკრაინელებმა ოკუპირებულ ლუგანსკში ელექტროსადგური დაბომბეს, თავდასხმა დრონებით განხორციელდა. აფეთქების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.